ორსულობის დროს სტომატოლოგთან არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდე. ტყუილია ეს, სისულელეა. ვინ იგონებს ამეებს? მე ვარ ქეთი სტომატოლოგი და ეხლავე აგიხსნე ყველაფერს. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ თუ ორსულობისთვის იმზადებით, მანამდე დაგეგმოთ პირისღრუს მოვლა და მოიწესრიგოთ ყველაფერი, თუ კი რამ არის მოსაწესრიგებელი. მაგრამ თუ ორსულობის დროს კბილი აქტივდათ და კბილის ტკივილის გამო ღამეებს ათენებთ და ამ ტკივილს ითმენთ, იმიტომ რომ სტომატოლოგთან მისვლა არ შეიძლება გაგონილი გაქვთ ვიღაცისგან, არ ვიცი ვისგან. უფრო მეტ ზიანს აყენებთ თქვენ ნაყოფს, ვიდრე იმ სტომატოლოგთან ვიზიტით. სტომატოლოგთან ვიზიტით არც აყენებთ ნაყოფს ზიანს. რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს სტომატოლოგთან მისვლამ ნაყოფისთვის? მედიკამენტის გეშინიათ ალბათ, აი იმ გაყუჩების, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაყოფს ზიანს არანაირად არ აყენებს. მეტიც, როცა საჭიროება მოითხოვს, ყველა პროცედურას გადიხართ. ანუ რენტგენსაც კი იღებთ შესაბამისი დამცველი ჟილეტით. რა თქმა უნდა, გინეკოლოგთან შეთანხმებით ყველა ორსულობა ინდივიდუალურია და იმიტომ. ხო და რა გგონიათ, თქვენმა მეზობელმა ნათესავმა და ვიღაცამ უკეთესად იცის ეს საკითხები, ვიდრე სტომატოლოგმა? ხო და მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის აგერ ვარ და გამოიწერე ჩემი არხი და მოისმინე ჩემი სასარგებლო რჩევები.